სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 2001 წლის 18 მარტს. ჩვენ გადავედით 59 ნაწილზე უკვე, მე რამდენი დღე არის. მოდით მოვუსმინოთ ამ ძალიან საინტერესო კითხვას, რომელზეც მე მგონი რამოდენიმეჯერ გაეცა პასუხი და ეხლა კიდევ სხვა მიმართულებით არის ეს კითხვა დაცემული. როგორ მიუდგეთ ოჯახის წევრებს, რომლებიც მხოლოდ ფორმალურად არიან ქრისტიანები? კითხვის ავტორი. სალამი ჯონ, მე ქერი მქვია და ჩემი კითხვა ეხება ჩვენ ცხოვრებაში არსებულ იმ ადამიანებს, რომლებიც აცხადებენ, რომ იცნობენ უფალს, მაგრამ არ იძლევიან შესაბამის ნაყოფს და როგორ შეგვიძლია მათთან ამის შესახებ საუბარი. ამას სიმართლე გითხრათ მძიმე გულით ვამბობ, რადგან ამ ადამიანების უმეტესობა ჩემი ოჯახის წევრები არიან და როდესაც მათთან ვსაუბრობ, ისინი თავს დაშინებულად და დამცირებულად გრძნობენ და მე უბრალოდ მაინტერესებს, როგორ მიუდგეთ მას პასტორ მაკარტურ? ჯონის პასუხობს. ეს ძალიან კარგი კითხვაა და ძალიან მნიშვნელოვანი. და ბიბლია მხოლოდ ერთადერთ გზას იცნობს ამის მოსაგვარებლად და ეს არის პატიოსნება, გულწრფელობა. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც შეგიძლიათ ამის მოგვარება. ვფიქრობ, ეს მარტივი გასაგებია. თუ ადამიანი არ ფიქრობს ქრისტიანებით, არ საუბრობს ქრისტიანებით და არ იქცევა ქრისტიანებით, ალბათ ის არ არის ქრისტიანი. რასაც არ უნდა ამბობდეს, რაც არ უნდა მოხდარიყო წარსულში, რაიმე შემთხვევა, როდესაც ის ლოცულობდა ან ეკლესიაში დადიოდა, ან რაღაცა ციტირებით სწამდა ქრისტესი. თუ არ ხდება ტრანსფორმაცია, თუ არ ხდება ახალი დაბადება, ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ არ განხვდარან ქრისტიანები. მე მგონი ყველაფერი ძალიან მარტივია. ძაღლები ყეფენ, ძროხები ღმუიან, ღორები ღრუტუნებენ და ქრისტიანებივით იქცევიან. ცოტა შორის ეს მე ძალიან მომეწონა და სპეციალურად Facebook-ზე გავაკეთე ამაზე პოსტი. ანუ ეს მათი ბუნებაა. ისინი ასეთები არიან და ღმერთმა სწორედ ეს გააკეთა მათში. და საქმე არც ისე სრულყოფაშია, იმიტომ სრულყოფისაკენ ჩვენ მთელი ცხოვრება ვიღწვით, არამედ მიმართულებაში, ჩვენ პოზიციაში, მიდგომაში. რამდენად სერიოზულად უდგებით ამას. ვესწრაფით თუ არა ჩვენ სრულყოფისაკენ. ანუ ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რასაც ბოლო დროს ჩემს ქადაგებაში ვამბობდი, არის რომ თუ გიჩნდება სიტყვისადმი შიმშილი. გააქვს მადა სიტყვისადმი? გსურთ ეს სურვილი გაგიჩნდათ? ახლა ჩვენთან აქ გრეისის ეკლესიაში ადამიანები არ მოდიან და ამბობენ, ეს ეკლესია არ მომწონს, საინტერესო არ არის, ერთგვარად მოსაწყენია, აქ მუსიკა გრძელი და ძველი ჰიმნებია, ქადაგებები მართლაც რაღაცა გრძელია. თუ ადამიანი ქრისტიანია, შეიძლება რომ მართლაც გარკვეული სირთულე იყოს დასაძლევი. იმიტომ რომ ისინი მიჩვეულები არიან რეალურ ზედაპირულ ქრისტიანულ გამოცდილებას და სწავლებას. მაგრამ ისინი ამას გააკეთებენ. მათში იქნება რაღაც, რაც ჭეშმარიტებასთან რეზონანსს იწვევს, რომელიც ჭეშმარიტებას ეძებს, რომელიც ამას წყურია. და როდესაც ეს არ არის, როდესაც არ არსებობს ამის სურვილი, არ არის წყურვილი, როდესაც არ არსებობს სურვილი არა მხოლოდ ჭეშმარიტების შეცნობის, არამედ უფლის პატივისცემის, როდესაც არ არსებობს სურვილი ძმების სიყვარულის, მორწმუნეებთან ყოფნის, როდესაც არ არსებობს სურვილი ქრისტეს მსგავსად გახდომის, მაშინ შენ როგორ გაქვს პრეტენზია იმაზე, რომ გერქვას ქრისტიანი? შენ მკვდარი ხარ? არანაირად არ რეაგირებ ამ ზემოთ ჩამოთვლილ რამეზე. თუ ამბობ, რომ ქრისტეში ხარ, მაშინ უნდა იარო იმ გზით, რომლითაც ის დადიოდა. მე გულისხმობ, რომ იოანე ქადაგებელი მის წერილებში სწორედ ამ ყველაფერზე აქცენტს აკეთებს და ასახავს. თუ არ არსებობს სურვილი, რომ დაინახო შენ ცხოვრებაში ცოდვის დაძლევა და ღვთისმოსავი ცხოვრების ცხოვრება, მაშინ არსებობს ყველა მიზეზი, რომ ვივარაუდოთ, რომ ეს ადამიანები ქრისტიანები არ არიან. და ამის გამკლავების მხოლოდ ერთი გზა არსებობს და ეს არის სიყვარულით გამოხატვა მათთან, თქვენი რწმენის და თქვენი ურთიერთობის. მე გეტყვით, რომ ზოგჯერ ძალიან რთულია ამის გაკეთება საუბარში, როცა მათთან იწყებთ და ამ თემაზე იწყებთ გახსნას, ამ თემის გახსნას. მიუახლოვდებით თუ არა ამ საკითხს, მაშინვე იწყება თავდაცვის რეჟიმში გადასვლა და თავის მართლება. მოდით ვისწავლოთ თავად ღმერთისაგან. ღმერთს არ მოუწია ჩვენთვის აუდიოფირები, მან მოგცა
წიგნი. და იცით რა არის წიგნის უპირატესობა? ეს წიგნი სავსეა წერილებით და მის მიზეზი არსებობს. დაბეჭდილი ტექსტი ყინავს ერთ ადგილზე ჭეშმარიტებას. ხედავთ? ეს მას აჩერებს, აშეშებს ერთ ადგილზე. სწორედ ამიტომ შეგიძლიათ ბიბლიას შეხედოთ და მუდამ მედიტაცია გააკეთოთ და იფიქროთ მასზე. გაანალიზოთ, გააკრიტიკოთ, შეაფასოთ, სინთეზირება მოახდინოთ. ის უბრალოდ იქ დგას და გელოდებათ, რომ ამ ყველაფერს თქვენ გააკეთებთ. ეს არის რაღაც მუსიკალური ვიდეო ან ფილმი, კლიპი, რომელიც უბრალოდ გაივლის, გადის და ვერ აღიდგენთ მას, რაც წარსულში იყო. ღმერთმა მოგცა წიგნი და მე ხშირად ურჩევ ხალხს, თუ ვინმე კონკრეტულად გაწუხებთ, მისწერეთ მას ეპისტოლე. აიღეთ რომელიმე ეპისტოლე, რომელიც შესაძლოა მისწერეთ. გასაგებია, შეგიძლიათ თქვათ, ეს ჩემგან, თქვენგან, ეს ჩემი გულიდან არის ამოსული და ჩემი ზრუნველობაა თქვენზე. და თქვენ იქ არ ახართ იმისათვის, რომ მათ ეკამათოთ, რაღაცა უმტკიცოთ, ან რაღაცა უარყოთ. შეიძლება მათ მიიღონ და შეიძლება მოუწიოთ ამ ყველაფრის გავლა ყვირილითა და წივილით, მაგრამ საბოლოოდ თქვენ გამოთქვით თქვენი აზრი, რომელიც მერე შეიძლება შეწყდეს. თუ მას გააკეთებთ თავაზიანად, კეთილი და ამდაროვებულ გულწრფელად, ფიქრობ, მოიპოვებთ იმ საფუძველს, რასაც შესაძლოა საუბრისას ვერ მოიპოვებდეთ, რადგან ისინი ყოველთვის თავდაცვის პოზიციას დაიკავებენ. გასაგებია? დიახ, მადლობთ ბატონო ჯონ, გასაგებია.